could tell you, I don't think you'd believe how long I felt this way. I'm begging you to stay. And if I could show you, I'd hope that you could see all the possibilities. There could be a place for you and me. Under the stars. ჩვენ ჩამოვედით უკვე ხვარზე და მინდა გაჩვენოთ რა სილამაზე ხედები იხსნება აქედან სანაპირო პრომენადიდან. ესე იქით მიუყვება გზა, აქ არის პატარა პორტი. ცოტა ხანში იქნება მზის ჩასვლა და ძალიან ლამაზად გამოიყურება ყველაფერი. თუ ჩვენს წინა ვლოგს უყურეთ, იცით რომ კუნძულ ხვარზე დუბროვნიკიდან ჩამოვედით. სასტუმრო პირდაპირ ქალაქ ხვარში ავიღეთ და პორტიდან ფეხით ძალიან ახლოს იყო. ამიტომ მალევე მოვრჩით და ეგრევე გამოვედით ხვარის ისტორიულ ცენტრში სასეირნოდ. ამ ადგილს რაღაც თავისი განსაკუთრებული შარმი აქვს. თან დუბროვნიკის მერე ძალიან მშვიდი და მყუდრო მოგეჩვენებათ. ახლა მივდივართ მზის ჩასვლის სანახავად. და მე მგონი ძალიან ლამაზი იქნება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხვარი გართობისა და ღამის ცხოვრების კუნძულადაა ცნობილი. პორტისკენ რომ დაბრუნდით, მივხვდით რატომაც. სეზონის დაწყების შემდეგ ხვარზე ყოველდღიურად უამრავი ტურისტული ნავი და იახტა ჩამოდის. როგორც წესი ტურისტები აქ ერთი ან მეტი დღით რჩებიან გასართობად და ღამის ცხოვრებით დასადგმობად. თუმცა ჩვენ მაისის პირველ რიცხვებში ჩამოვედით, რომელიც სეზონის დასაწყისად ითვლება და ამიტომ ასე თუ ისე აუცდით ხმაურსა და ტურისტულ ნაკადებს. ფილიპმა საყვარელი გასართობი იპოვა. Quite difficult. Not too far. Fifi, how old are you? Co to jest? Captain, let's go to eat something. Thank you. Ilan შევსა? მიგრებო. ჩვენ ახლა მივდივართ ტურისტული საინფორმაციო ცენტრისკენ. იმისთვის რომ გავიგოთ რა სიტუაცია, თუ შეგვიძლია რომ ავიღოთ რამე ტური. უბრალოდ ვიცი რომ ტურისტს გვინდა. აქ რამდენიმე ახლო კუნძულის ნახვა შედის და ერთი ეგრეთ წოდებული ცისფერი გამოქვაბულის, ანუ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი აქ. და ახლა წავალთ ნახავთ თუ არის ტურები. ვასწრებთ იმ ტროგუშინ სასტუმროს მეპატრონებს სადაც გაჩერებულები ვართ გითხრა რომ თუ მაღალი ტალღებია შეიძლება ვერ წახვიდეთ თუ შეგვიძლია წასვლა დღეს წავალთ ამ ტურზე თითქმის მთელი დღე მიაქვს თუ არა და მანქანას ავიყვან და წავალთ უკვე კუნძულის სანახავად. საბედნიეროდ მაგ დღეს ამინჩი ძალიან გაგვიმართლა, ტალღებიც არ იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ეს დღე ნავზე გაგვეტარებინა და მოგვენახულებინა ხვარის გარშემო მდებარე ყველაზე ლამაზი ლოკაციები. ნავიდან ხვარის სანაპირო სრულიად განსხვავებულად გამოიყურება და მხოლოდ ამ ხედების სანახავად უკვე გირჩევთ, თუნდაც რაიმე მოკლე ერთდღიანი ან ნახევარდღიანი ტურის აღებას. ჩვენი პირველი დანიშნულება იყო ეგრეთ წოდებული მწვანე გამოქვაბული, რომელმაც თავისი სახელი მზის სხივების არაკლით წყალზე მიღებული მწვანე ფერის გამო მიიღო. ზოგადად აქაური წყლის ფერი ცალკე თემაა. ცისფერისა, ლურჯის და მწვანე ფერის რაღაც სასწაული შერწყმაა და არის იმდენად სუფთა და გამჭვირვალე, რომ ხანდახან თვალს ვერ უჯერებთ. მერწმუნეთ, აქ ფილტრი არ დაგჭირდებათ. გამოქვაბულის დათვალიერების შემდეგ ერთ-ერთ ლაგუნაში შევიარეთ, სადაც საცურაოდ გავჩერდით და მიუხედავად იმისა, რომ მაისის დასაწყისში წყალი ჯერ კიდევ საკმაოდ გრილია, გარეთ იმდენად ცხელა, რომ აუცილებლად მოგინდებათ წყალში გაგრილება. The bottom. How was it? How was it? აქედან უკვე გავეწიეთ ჩვენი ტურის მთავარი ღირსშესანიშნაობის სანახავად. ამ ადგილამდე მისასვლელად გზაში ნავის გამოსვლა მოგიწევთ და ამისთვის რიგში დგომაც, რადგან ძალიან ბევრი მსურველია. დაახლოებით 10-15 წუთში გადაჯდებით უფრო პატარა ნავზე, რომელიც მიგიყვანთ დანიშნულების ადგილზე, ხორვატიის ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და ცნობილ გამოქვაბულთან.
ცისფერი გამოქვაბული ჩვენი მოგზაურობის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჰაილაითი იყო და მართლა სიტყვებით ვერ აღწერ, რამდენად ლამაზი და შთამბეჭდავია აქაურობა. კამერა მართლა ვერ გადმოსცემს აქაურობის სილამაზეს და ამიტომ ხორვატიაში თუ მოხვდებით, აუცილებლად თქვენით მოინახულეთ ეს საოცარი ადგილი. ამ გამოქვაბულის ტურები დუბროვნიკშიც იყიდება და სპლიტშიც. თუმცა ხვარიდან გაცილებით უფრო მოკლემანძილია და უფრო ახლოა. ჩვენი შემდეგი გაჩერება კი კუნძული ვისი იყო. აქ დაახლოებით 1 საათით გავჩერდით lunch break-ისთვის და სანამ ჩვენი ნავის ხალხის უმეტესობა საჭმელად წავიდა, ჩვენ კუნძულის სანახავად გავეწიეთ. ვისი ხორვატიის სანაპიროდან ყველაზე შორს მდებარე დასახლებული კუნძულია და სულ 2 პაწუკა ქალაქისგან და რამდენიმე სოფლისგან შედგება. მათ შორის ყველაზე დიდია ქალაქი ვისი, ზუსტად სადაც ჩვენ გავჩერდით. ჩვენ ახლა გავჩერდით lunch break-ისთვის. ძალიან პაწუკა საყვარელი კუნძულია. გადავდივართ, ნახულობთ. ძალიან კარგი ტური იყო. მოვინახულეთ ის ცისფერი გამოქვაბული და იყო აი მართლა ულამაზესი. არ ველოდი ესეთ ლამაზი თუ იქნებოდა. სინამდვილეში. ახლა შევჭამთ რამეს. აქ შესვენება გვაქვს 1 საათი და მე ვაგრძელებ ჩვენს ტურს. და საღამოსკენ უკვე დაბრუნდებით ხვარზე. აქაური მოსახლეობა სულ 3500 კაცს მოიცავს. თუმცა ამ კუნძულს საკმაოდ საინტერესო და გრძელი ისტორია აქვს. თავდაპირველად ბერძნული კოლონია, ვისი არაერთი უცხოური ძალის გავლენის ქვეშ მოხვედრია. მათ შორის რომაელების, ვენეციელების, ბრიტანელებისა და შემდეგ უკვე იუგოსლავიის. როდესაც ის სამხედრო ბაზად გადაკეთდა და 1989 წლამდე უცხოელი ვიზიტორებისთვის მთლიანად დაიხურა. კუნძული ვისი მართლაც განსაკუთრებული ადგილია. არის ძალიან ავთენტური და ძალიან ლამაზი. თუმცა მისი სილამაზის თქვენთვის უკეთსაჩვენებლად ჯობია რომ ჩვენი დრონი ავაფრინოთ. Oh baby look at you. When you walk in everybody got their eyes on you. On you, on you, on you. Oh baby look at you. Love how you sway like you got nothing to prove. You play by your own rules. Caught you stealing hearts with each and every step of your dance. I tell my friends, oh those poor men, like you go leaving them broken hearted. Eat them up like you've been starving. What? You can't get enough. No, no. Oh baby look at you. The way you say what you mean, scaring off the fools. And you know it's true. Oh baby look at you. They say that you don't walk in unless you got a cue. ჩვენ დაბრუნდით ჩვენი ბოუტრიპიდან. ძალიან სახალისო იყო. ულამაზესი იყო ის ცისფერი გამოქვაბული. რეალურად ამის გამოწამოვით, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ცნობილი ადგილი. აქ ხვართან ახლოს მდებარე. მაგრამ სხვა გამოქვაბულებიც ვნახეთ მე რამდენიმე კუნძულთან გავჩერდით და ჯამში ძალიან კარგი იყო. ნამდვილად მთელი დღე წაიღო მაგ ტურმა. 80 евро ღირდა, იაფი არ იყო, მაგრამ ნამდვილად ღირდა. ახლა კიდე ავდივართ ხვარის ციხესიმაგრეზე, დავბრუნდით უკვე ძველ ქალაქში და ამ ციხესიმაგრიდან უნდა ვნახოთ უკვე ხვარის ძველი ქალაქის და გარშემომდებარე კუნძულების ხედი და მე მგონი ძალიან ლამაზი უნდა იყოს, იმიტომ რომ თვითონ გზაც უკვე ძალიან ლამაზია და აქედან უკვე ჩანს ხედები, მაგრამ იქ რო ვალთ კიდევ უფრო ლამაზი იქნება მე მგონი. დრონიც თან გვაქვს, ასე რომ მოემზადოთ ლამაზი კადრებისთვის. დღეს ჩვენი გეგმა წავიდეთ მოვინახულოთ ხვარის კუნძული. ყვავი ვიყვანით მანქანა. ცოტა ძვირი დაგვიჯდა 80 евро დღე.
მონტენეგროში რო ვიყავით 80 ევროთ 2 დღე გამოგვივიდა. მაგრამ, რაც უფრო მეტი დღით იღებ, უფრო იაფი გამოდის როგორც წესი. მაინც ღირს ამ ფასად, იმიტომ რომ ძალიან გვინდა კუნძულის მონახულება და აქ ხვარის ძველი ქალაქის გარდა კიდევ მდებარეობს ერთი ცნობილი ძველი ქალაქი სტარიგრადი ქვია და რამდენიმე ლამაზი სოფელი. და ამ ყველაფრის ენახავთ, რა თქმა უნდა, ყველაზე საუკეთესო არჩევანია მანქანა. უკვე ავიყვანეთ მანქანა, ბილეთებიც ვიყიდეთ გემისთვის საღამოს. უკვე მივდივართ სპლიტში აქედან. მაგრამ ჯერ კიდევ მთელი დღე გვაქვს კუნძულის ანახავად და ყველაფერს გაჩვენებთ თან წაგიყვანთ როგორც ყოველთვის. ხვარის კუნძულის ყველაზე ლამაზი ადგილების სანახავად გირჩევთ, რომ ეს წრიული მარშრუტი გაიაროთ. დაიწყებთ ხვარიდან და თქვენი პირველი დანიშნულება იქნება მილნას დასახლება. ძალიან პაწუყა ადგილია, რომელსაც აქვს თავისი უსუფთესი და ძალიან მოწესრიგებული პლაჟი, თუმცა აქ ბევრი ტურისტი არ შეგხვდებათ, ამიტომ ეს ადგილი იდეალურია განსატვირთად. აქედან სულ რაღაც 10 წუთში მივხვალთ ჩვენს შემდეგ ლოკაციაზე, დუბოვიცას დასახლებაში. თუმცა დასახლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. რეალურად ეს არის ცოტა რთულად მისასვლელი პლაჟი, რომლის გარშემო აშენებულია 2 თუ 3 ადგილობრივი სახლი და 1-2 პატარა კაფე. ადგილობრივი სახლების გარდა აქ ასევე შეხვდებათ პატარა ეკლესია, რომელიც აშენებულია ძველი მე-16 საუკუნიდან დარიღებული ეკლესიის ადგილზე. მაისში აქ საკმაოდ ცოტა ტურისტი შეხვდა, თუმცა ადგილობრივების თქმით, პლაჟი, რომელსაც ახლა ხედავთ, ზაფხულში გადავსებულია ტურისტებით. აქაურობამ ძალიან მოგვიბლა და კიდევ დიდხანს დავრჩებოდით, მაგრამ წინ კიდევ ბევრი საინტერესო სანახავი ლოკაცია ჰქონდა. მათ შორის კუნძულის სიდიდით მეორე ქალაქი და ამავდროულად ყველაზე ძველი დასახლება სტარიგრადი. წახანდავთ ყველანა და ფილიპი სასაუზმო კაფეში და წამოვედი უფრო მეტი ქუჩის ანახავად ძველ ქალაქში. ძალიან ბევრი ქუჩაა და მე მგონი ერთი დღე არ გეყოფო რომ ყველაფერი ნახო. ძალიან ლამაზია. ხვარის ძველი ქალაქის ლამაზი იყო და აქაც ძალიან ლამაზია, მაგრამ ოდნავ განსხვავებულია. ჩვენ ძლივს ვიპოვეთ სასაუზმო ადგილი, იმიტომ რომ სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი სასაუზმო კაფე აქ არ არის. უფრო არის ესეთი კარგი რესტორნები, ზღვის პროდუქტებით და ასე შემდეგ, მაგრამ რაც შეეხება საუზმეს, არც ისე დიდი არჩევანია, უფრო შეგიძლია საცხობში ვიყიდოთ რაღაცეები წასახებად. და სანამ ეხა ჩვენი საუზმე მზადდება, თან მოგიყვებით ჩვენს გეგმას, ანუ მანქანა ვიქირავეთ, წამოვედით კუნძულის სანახავად და უკვე რამდენიმე ლოკაცია ვნახე, ძალიან მოგვეწონა. თან გზა მიუყვება ზღვას და ძალიან ლამაზი ხედები იშლება. ეხლა ვართ სტარიგრადში, სტარიგრადი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასახლებული პუნქტია ამ კუნძულზე, ისევე როგორც ხვარი. და გავჩერდებით ალბათ ცოტა დიდი ხანი, სანამ ყველაფერს კარგად ვნახავთ. დღეს არის 1 მაისი და ამათან არის დღესასწაული, აი Labor Day, რასაც ქვია და ამიტომ რაღაცები არის დაკეტილი, რესტორნები, კაფეები, რაღაც საცხოვები. აქ უნდა გვენახე ერთ-ერთი ადგილობრივი პოეტის ვილას სახლი და ესეც დაკეტილი დაგვხვდა სამწუხაროდ, მაგრამ რას ვიზავთ? თან გარდა იმისა, რომ დღესასწაულია, ისიც გაითვალისწინეთ აქ თუ ჩამოყვალთ. ზოგადად გასაქვთ ეს ეგრეთ წოდებული სიესტას დრო, ანუ 1-დან 5-მდე სადღაც დაკეტილი არის რაღაც ადგილები. ზოგი ღირსშესანიშნაობა, ზოგი რესტორანი იკეტება და ესეც უნდა გაითვალისწინოთ აქ რო ჩამოყვალთ. დღეს უნდა ყოფილიყო შტორმი, მაგრამ ჯერჯერობით მშვიდობაა, არც წვიმსაც არაფერი და იმედია კარგი ამინდი შენარჩუნება დღის ბოლომდე. თვითონ ქალაქის დასახელებაც სტარიგრადი ითარგმნება როგორც ძველი ქალაქი და მიანიშნებს ამ ადგილის ისტორიულ მნიშვნელობას. ის ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში ბერძნებმა დააარსეს. დღესდღეობით სტარიგრადი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ლოკაციაა, თავისი ულამაზესი არქიტექტურისა და ლანდშაფტის გამო. ნახეთ რამდენი ნავია. აქ ეს ძალიან პოპულარული თემაა, ტურისტები ეს თავიანთი ნავებით მოდიან, მერე ჩერდებიან რამდენიმე ხანი. ერთ ქალაქში სხვაში გადადიან და ასე შემდეგ. მე მგონი ამ ნავების ნახევარი არის პოლონელების და ზოგადად აქ მე მგონი ტურისტების 1/3 არა შეიძლება ვაჭარბებ 1/3 თვად არა, მაგრამ ძალიან ბევრი პოლონელია და ეს ადრეც ფილიპს ქონდა ნათქვამი, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულება საკუთრებით ზაფხულში პოლონეთში, იმიტომ რომ ჯერ ერთი ძალიან ახლოს არის თვითმფრინავით, ხა საათს ნახევარი უნდა სადღაც და თან არის ძალიან ლამაზი საოცარი პლაჟები აქვს და ისეთი სუფთა და გამჭვირვალე წყალია ხალხო. კაი ხანი არ მინახავს ესეთი წყალი თან ევროპაში. ყოველ შემთხვევაში მესაც ვარ ნამყოფი. მართლა ძალიან გამჭვირვალეა. თან საკმაოდ ღრმა არის, მაგრამ აი თითო ქვა მოჩანს, თითოეული ქვა ჩანს. ძალიან ლამაზი. ფასებს რა შეეხება, მთლად იაფი არა ეხლა. ეს დღეები ხომ ჭამ დავუშვათ რესტორნებში და ასე შემდეგ.
თუ გინდა რომ ნორმალურად ივახ შმოვანიცადილო და ერთი კერძი შევკვეთონო, მოზმის პროდუქტები. როგორც წესი, სათხაც 25 евро გინდა დაახლოებით. არც ისე იაფია. Sometimes I wish me back to you. I wish me back to the time when life was good. I wish me back to those moments. ახლა ვარ სოფელ ვრბოსკაში და ამ სოფელს ეძახიან ადგილობრივ ვენეციას. We didn't think about sunscreen. Now you don't think about me. Sometimes I wish me back to you. Sometimes I wish me back to you.